მეორე ნახევრის არჩევის დროს აქვს თუ არა მნიშვნელობა უმაღლეს განათლებას, მატერიალურ სიმდიდრეს. იმ შემთხვევაში თუ ეს პიროვნება მორწმუნეა, აზიარებელია, აღსარებელია, ფიქრობ რომ ერთმანეთს შევეწყობთ, მე უმაღლეს ვამთავრებ. რაღაც მომენტში მაფყოლებს მისი გაუნათლებლობა, რადგან და ჩემი წინააღმდეგ იქნება ამისი. აბა, ამას გოგონა წერდა ნეტა. აბა, გათხოვილო ქალებო, ვისაც უმაღლეს განათლებით გაქვთ ქმრები. რომელი ხართ ბედნიერებით თქვენი ქმრების უმაღლეს განათლებით ხელი აწიეთ. საფრთხეს არის. ხალხის არის. რომელიც ჯობია დიპლომიანი ქმარი თუ თეცხელზე შემოგვარი რაინდი რომელიც მოკვდება შენთვის და ქრისტესათვის. რომელსაც უმაღლეს განათლება არ აქვს. დედაშენი ვისაც უნდა იმას გაყვარდა, შენ გაცავ. მე ესეთი კონკრეტული მაგალითიც ვიცი. სამრევლოში ყავდა გოგონა, რომელიც უყვარდა ერთ ვაჟს. იმას უმაღლეს განათლება ჰქონდა მონი, მაგრამ პოზიტა არ მოაეღლა. რომელი დღეს მუშაობს მუშად. მუშად როგორ არქილოსანია რაღაცებს აკეთებს სახლში რაღაცებს. არა კონკრეტულად რა მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე მას ხელებიც ისეთი აქვს, კაცი ფიზიკურად მუშაობს, იქ ჭხილები გაუხიშებული, შეხედა ვიქნებ. გარემო ჩვენიერი ახალგაზრდა ბიჭი, კაცია, ლამაზი რაღაცა, იდეური, ნაომარი, რაღაც ესეთი გულიანი ადამიანია, მაგრამ თვითონ დღეს ეს ნაომარქალს არ წყალობს და სულ ფიზიკურად მუშაობს და რაღაც. ამ გოგონას მამა არ ყავს და დედა და ძმა ესეთი უმაღლეს განათლების მოყვარული ხალხია. ხო და ხელები აქვს, შეხედეთ, რომ ფიზიკურად მუშაობს. კაც ლაპარაკობს. შენ უმაღლეს განათლების გოგო, მაგას არ გააყოლო. ამ გოგო ისულელა და დაუჯერდა. პატარაც არ იყო უკვე 30 გადაცილებული იყო. კი დარჩა გაუთხოვარი და მithom მოიყანა სული და ორი გადასარევი შვილი ჰყავს. აი დედას დაუჯერდა. ეს იყო პატრასებული. ამა უში სპორტაშორის გაბაზებული იმიტომაც ვიყავი რომ ჩემი რაღაც ბიძგებიც იყო რა ანუ მე რაღაცნაირად ვიყავ ჩართული ამ საქმეში და იდეურად ჩემი დაწყებული საქმეც იყო ეს შეიძლება პირველად მეც ამიტომ არ მესიამოვნდა მაგრამ მეორე ხედავდი რომ რატომ ოჯახი შეიქმნებოდა და რა უგედურება მოხდა რა უგედურება რატომ ბიჭმა შექმნა ოჯახი მაგრამ ამ გოგოს თვალით რო უყურებ ხო ეს გოგო რო დარჩა მარტო და როგორი ცოდვა, მაგრამ როგორი მისი ბრალია, დღემდე გაბრაზებული ვარ მას. მაშინ მამა გუში საზოგადოებრივ